დღეს თავარი თემა საქართველოში არის პოზიტივისა და იმედის დასაქცირება, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა თემა არის, ძალიან მაგარი თემა არის, მაგრამ მე ვთვლი, რომ არამნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ 28 თებერვალს, ანუ ხვალ, ჭიათურაში იმართება დიდი აქცია და ერთი წელია ეს აქციები მიმდინარეობს სხვადასხვა დოზებით და ხვალ იმართება ჭიათურაში დიდი აქცია. და ვთვლი, რომ ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სანქციები კარგია, მაგრამ ეს ხელისუფლება ჩვენი შესაძლელია. ამ ხელისუფლებას მარტო სანქციები არ შეცვლის, დასანქცირებული კუბაც მინახია, ირანიც მინახია, რუსეთიც მინახია და ათობით ქვეყანა ახლა ვერ ჩამოყვები, რომლებსაც აქვს სანქცია, მაგრამ ხელისუფლებები ინარჩუნებენ თავის გამს. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ყველა პოლიტიკოსის, ყველა ადამიანის ვალი არის ამ წუთას, მოგწონს თუ არა ჭიათურაში იმ გაფიცულების და აქციის მონაწილეების პოლიტიკური გემოვნება თუ არ მოგწონს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჭიათურა არის ჩვენი, ყველასია, ჩემიცა ჭიათურა და ყველასია ჭიათურა. მათი პრობლემები არის ჩვენი და ეს პრობლემები არის გავცნობადი ყველა საწარმოზე, ყველა მუშაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ვთვლი, რომ ყველა ქართველის ვალი არის ამ წუთას დაუდგეთ ჭიათურებს თავის სამართლიან ბრძოლაში და რაც თავარია, მათი ბრძოლა არის სამართლიანი. ამიტომ ყველა სამართლიან ბრძოლაში, ყველა ქართველის, ყველა პოლიტიკოსის ვალი არის იყოს იქ, სადაც სამართლიანი ბრძოლა მიდის. და რა თქმა უნდა მოუწოდებ ყველას რომ დავდგეთ იქ. რა თქმა უნდა მოუწოდებ ახალი ქრისტიან დემოკრატების პარტიის წევრებს დავდგეთ, მივიდნენ და დადგენ იქ. და აგრეთვე მინდა ერთი რჩევასავით მივცე იმ აქციის ორგანიზატორებს. არავინ არ გთხოვს და მეც არ ვთვლი სწორად, რომ ახლა თქვენ წამოაყენოთ პოლიტპატიმრები უნდა განთავისუფლდეს, ან დაინიშნოს არჩევნები და ასე შემდეგ. ამას არავინ არ გთხოვს, მაგრამ ის რომ გადადგეს მთავრობა და ეს მოთხოვნები იყოს პრიორიტეტული, რამე თუ ამ მთავრობამ შეგექმნათ მა პრობლემები და იმ მთავრობამ ამ პრობლემებს ვერ გადაგიწვდა, პაგის გარანტიას მე გაძლევთ. ეს არის აქსიომა და ამას ვტკიცება არ უნდა. ამიტომ თქვენი მოთხოვნა უნდა გადაიზარდოს იმ სოციალური მოთხოვნებიდან მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში. მადლობთ ყურადღებისათვის.